ძირფასო მეგობრებო, გთხოვთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი შალვა ნათელაშვილი. გაუმარჯოს. როგორ ხართ ბატონ შალვა? მოწინააღმდეგეს რო არ გაუხარდება ის. ჩემს გადაცემაში უკვე მეორედ ხარ სტუმრად, თავს ხო კარგად ვცნობთ, ანუ იმ გადაცემის მერე. მე ვცხოვრობ თქვენი გადაცემიდან თქვენს გადაცემამდე. ანუ ესეაც პარასკევიდან პარასკევამდე ესე. შეიძლება ითქვას რომ კიდე არა მარტო მე, ლამის თვეში საქართველოს გელოდებათ. კარგით, გასაგებია, უბრალოდ რა არის, იცი სანამ საუბარს დავიწყებთ ბატონ შალვა. ჩვენ გადაცემაში უშვებთ ხოლმე ხშირად თქვენს ვიდეოებს, გამოჭრილი ვიდეოებს. აქედან გავაკეთეთ რაღაც ესეთი პატარა კოლაჟი. ხასიათისთვის რომ მოვიდეთ უკვე იმაზე, ამბავზე. თქვენ ჩემი პირადი პროდიუსერი ბრძანდები? დიახ, მუშაობ თქვენს პირაზე. მაშინ საავტორო უფლებების დაცვას მოვითხოვ. არა, ეგ ხო შეთანხმების ამბავია, ხო შეგვიძლია სიტყვიერად. უფასოდ გადმოგცემ საავტორო უფლებებს და ჰონორარს. ნახოთ ვიდეო და მე გავაგზავნოთ საუბარი. აი აქედან ჩოხატაურიდან პოლიტიკის აკადემიიდან ვიწევ პირდაპირ ტელედებატებში ქწანისიდან ედუარდ შევარდნაძეს, ჰაერიდან თვითმფრინავიდან მიხეილ სააკაშვილს და შუშის აკვარიუმიდან ბიძინა ივანიშვილს და გამცემ პასუხი რატო იყო საქართველოს ამხელა, რატო გახდა ამხელა. ატამი კახეთში ღირს 10 თეთრი გაქონდათ აზერბაიჯანში, იქიდან აზერბაიჯანის მხარემ დაუწესა შეზღუდვები და ატამს მაინც მიხედავს, კაი დემოკრატიას ვერ მიხედა, კრიმინალს ვერ მიხედა, საარჩევნო სისტემას ვერ მიხედა და არ მიხედა, კორუფციას ვერ მიხედა და არ მიხედა, ატამს მაინც მიხედავს მამოწყუნები. თუნდაც ეხლა ყოველ ორშაბათს რო მოძრავს ედუარდ შევარდნაძე, წამოკოტრელებულა იქა და ეხლა გადაიქცა ბუდად. ხო. მე ვუპირისპირდები რესპუბლიკელებს, მაგრამ მომწონს ივანიშვილი. ეს იცით რას ნიშნავს? ისე ნახევრად ფეხმძიმეა. ნახევრად ფეხმძიმეობა არ არსებობს. ხალი ამ ფეხმძიმე ან არ არის ფეხმძიმე და ივანიშვილი გარეთ ვერ გამოიყვანეთ, სანამ ურეთში მის ჭიშკართან არ მივიდა ზღვა, მე გამოიხედა რა ხდება იკითხა. პრემიერი, რომელიც ვიმეორებ, იძინებს საღამოს 10 საათზე და 6 საათზე იგუძებს რომ იოგა გააკეთოს, გამდროთ პრემიერის გარდა ყველაფერი. ნაცმოძრაობას აქვს სასიკვდილო ხროტინის პერიოდი. ანუ ეძახდნენ ამას სულს ებძვისო ჩემ დროს და თაფლს წაუსვავდნენ ჭერში, თაფლს. რომ ის სული თაფლისკე წავიდეს და უფრო ერთხელ თქვი ოცნება გამოვლეთ ფერში პიში ოცნება გამოლებულს უნდა დოეთმეთ კი ხალხს და ეს ალბათ სწორი იყო ხო ასე აკეთებენ ეხლა ის შემოულაწუნესავით რო დაღავს ნატრისხის პერსონაჟი როა ეს მარგველაშვილი ივანიშვილი ასე აკეთებენ დღეს ამდენ ეხლა ის უარის ის ბიზნესმენი სისაკაძე შემთხვევით გოჩროდავს ყველა მთავრობაში რო იყო არა ეს გოჭი არ არის ცუდი ეს საყურელი არსება ბათაშორის ისე პრემიერი ივანიშვილი 10 საათზე იძინებს თურმე როგორც განაცხადა ხუხაშვილმა მისმა კარის სიზღვრების მინისტრმა ხო და მე დიდი იმედი მაქვს ამ ჩვენი გადაცემით მას ამაღამ თრათ ისე კარგად არ დაეძინება ისე შევარცვლილი პრემიერი რომლის ხალხიც შიმშილობს რომლის ხალხიც კვდება ინსულტებით ნევროზებით უძილობს ინფარქტები და 10 საათზე იძინებს ნუ აი აქედან გამომდინარე განსაკუთრებით ორი მონაკვეთი მომწონს ამ ფრაზებიდან ნუ გამოვყოფთი რა ეს არის შემოულაწუნესავით დაყავს ერთი და მეორე ნაციონალებს აქვს ხროტინის პერიოდი და თაფს რო უსვავთ ჭერზე და სულიროს გახსოვთ ხო ეგ 27-ში შოვიან თაფს ალბათ სხვათა შორის მე უფრო სხვანაირად ვუდგები ამ საპრეზიდენტო არჩევნებს. შემოულაწუნის შემდეგ ახალი ფრაზა გამოჩნდა ჩემ შემოქმედებაში. მაგალითად რომელი? მაგალითად ყემალზე ზის და ბალს ჭამს. ყემალზე ზის და ბალს ჭამს. ხო და ნუ არჩევნებში ყველაზე ისეთი აქტიური თქვენ ბრძანდებით მე მაგალითად ახლა ისე ვარ განწყობილი რომ აი ამ გადმოსახედიდან ალბათ თქვენ მოგცემთ ხმას, იმიტომ რომ ამ იმორისტულ გამონათქმებზე ცოტა კონკურენტს ხედავ თქვენში. ახლა უცბად რომ მე დის შალვა შოუ გააკეთოთ ან სადმე რომელიმე ტელევიზიაში, ახლა ჩემთვის ცოტა ახლა მე მიჩვენია რომ პრეზიდენტი გახდეთ ვიდრე ჩემი კონკურენტი. კარგით. ისე სწორი გათვლებია. კი, სწორი გათვლებია. ნუ ბევრ სოფელში იყავით. ამდენ სოფელი მოიარეთ. 700 სოფელი და ქალაქი მოვიარე. 700. 700.
დაახლოებით 1200 შეხვედრა, ეხლა ბევრი დიდი სოფელია ღმერთმა გამრავლოს და 3-4 შეხვედრა გამოვიდა. მაგალითად რამე დასამახსოვრებელი თქვა აგარაში რამდენიმე დიდი შეხვედრა, ბარცხანაყანებში. ბარცხანაყანებშიც იყო. სხვათა შორის საქართველოს სავსეა კოლორიტი ადამიანები და როცა ჩავედი ოზურგეთში იქ მოვიკითხე ერთი ძალიან დიდი ნიჭის მქონე არისტოკრატი პიროვნება ჩხატარაშვილი იყო ასეთი თავარი ექიმი ოზურგეთის ჩემს ახალგაზრდობასა და სიჭაბუკეში და რასთავარია კოლორიტი და უნიკალური იუმორის მქონე ახლა გურიას ეს ამბავი არ შეიძლება და ის იყო სუპერგურული ცხონებული და ერთხელ მომიყვა რომ მეზობელი გამხდა რა ავად და ამ მეზობელს თან ცხენებით ცხენოსნობა ხوارები ახლა გურულების სპეციალობა ცხენოსნობა და ამერიკაშიც მაგათ ასწავლეს ჯირით მე მგონი ამერიკელ ცხენოსნებს მე-19 საუკუნეში რო წავიდა გურულების დიდი ჯგუფი ხო და მიუყვანიათ ახლა ეს ჩხატარაშვილი ცოლს დაუძახია და მიხედე ამ შენ ქმარსო რა შური და ამას გასინჯე ფონოსკოპი დაადო იქ წრემა გაუზომა და უთხრა 3 დღეში ცხენზე შევსვავო გავიდა 3 დღე და მოკვდა ეს კაცი. ხო და ეხლა ყვება ეს ჩხატარაშვილი ეხლა როგორ გინდა მიხვიდა და მიუსამძურო მაგც გავრიცხეო და მივედიო და ცოლმა მიატერო ისე ჩხატარაშვილი შეჯდა ცხენზე რა ვარ ჩემს ცხენზე. ხო და მოვიკითხე და ცხონებული გარდაცვლილა და ღმერთმა ნათელში ამყოფოს. უამრავი გენიოსია ადგილებზე რომელიც წარმოადგენს ნიჭის განსახიერებას იუმორშიც მათ შორის. ამიტომ ძებნა ამ გენიოსების საჭირო. რა თქმა უნდა. მოკლედ ჩვენ ისე ვაგზელებთ ჩვენი ეს საუბრის სტილი, ანუ ჩვენ ვაკეთებთ ერთსტუმრიან სხული, როცა თქვენ გადავწყვიტეთ ეს დღესაც რომ იმდენად ვრცელი იქნებოდა საუბარი. ჩვენ ბლოგებს დალიანსებს ვერ იდებით. კი ბატონო და ამიტომ ვაკეთებთ ერთსტუმრიან გადაცემას, გვექნება შუაში ეს რეკლამა. როგა პრეზიდენტები დაგიფასდებოდეთ. კი, რაღაცით ეხლა პატივი თუნდაც იმიტომ რომ თქვენ სამუშაო ადგილი გადარჩება. გადარჩენილი იქნება. კარგით. მოდით სერიოზული შეკითხვას დაგისვათ და მე გადავიდეთ იუმორს. თქვენ სულ სერიოზულ შეკითხვებს ვსვამ. რას პირდებით ხალხს? იუმორს მაინც არ მოგაკლებთ. ეხლა ბიზინა გამოვიდა იტყვის აი მასხარაო. ხო, ანუ ამას წინა თქვა რომ რაღაცა მასხარაო და რაღაცა ისეთი. რა ვქნა ახლა მისნაირი დახვეწილი იუმორი არ მაქვს, ამას დიდი ინტელექტი სჭირდება, მაგალითად მაგალითად იჯდერაო და ეგეთ რაღაცები ხო მაგალი დონე. მათ კიდე ერთი რაღაცა თქვა ბატონო შალვა რომ 20 წელიო ხალხს ვატყუებდაო შალვა. 20 წელიო ესეთ კი ვარ. გასაგებია, კაი, დაუშვოთ რომ 20 წელი ვატყუებდი ხალხს. მან 20 წლის გზა გაერა 9 თვეში. ანუ თქვენ ამბობთ 9 თვეში 20 წლის მოსატყუებელი. კი, ჩემი ლიმიტი ამოწურა და გადააჭარბა. გადააჭარბა. კი. რა ხდება პოლიტიკურ ზოოპარკში? თქვენ პოლიტიკურ ზოოპარკში შევსება ბიძინა მოიყვანა 2 ზვიგენი. ინდოეთის ოკეანიდან და სულ გაკურებული ვარ გუბაზე და საგრელზე იქ არ ყავს. რატო და ზვიგენი? არა, ისე მართლა ეს ცოტა ეს მართალი ინფორმაციაა რომ სოლოლაკში არსებობს 2 ზვიგენი. 2 ზვიგენი და ფიქრობ იქ საჭიროა საპატრულო პოლიციის პოსტის გახსნა. ისინი თუ გამოხდნენ გარეთ? ხო, არა. შეიძლება ოცნების კოალიცია ვერ გადარჩეს. ისე რომ გაკვირდებით ბატონ შალვა ლაღიძის წყლებს მაგონებთ. იმიტომ რომ მიყვარს ძალიან ლაღიძე. არც თქვენ გაქვთ რეკლამა და ხალხს მაინც უყვარხართ. ჩემი თავის რეკლამა მე ვარ თვითონ ცოცხალი შალვა ნათელაშვილი. 100 არ ჯობე კედელზე გაკრავს. და არა ან 22000 ლარის გადახდას სატელევიზიო ეთერში. კარგით, მე ერთი შეკითხვა მაქვს ბატონო შალვამ. აკუბარდია. დავით აკუბარდია. დავით აკუბარდიასთან ხშირად იყავით ხოლმე ეთერში. ხშირად ჩანდით ხოლმე და ეხლა ისე ხდება. საუბრები ბუხართან, ხო? კი, ვაღიერებ ვიყავით, არამონაწილე ვიყავით. ხშირად, ნუ ეხლა თქვენ აღარ დადიღეთ ბიჯინა დადის ხშირად, იმიტომ რომ გუშინ იყო. ხო, ნუ რატომ აღარ დადიღეთ? აკუბარდიამ გამოცვალა მეგობრები ეს აპირონების კონსტიტუციურ უფლება ეხლა. დიახ. ხო, მაგრამ ძალიან ზედმეტიც მომივიდა იქ ყოფნა და საჭირო იყო წუთშესვენება. მეც დამესვენა აკუბარდიასაგან და იმანაც დაისვენა ჩემგან. ხო. ხო? ზაფხული ერთხელ აგვისტოს თვე
ნუ ჩვენ ახლა ბაზალეთია ჩვენთვის კანარის კუნძულები და ჰავაი. იქ ავდივართ ჩვენ სახლში და იქ ავარ და ამ დღეს ცოტა შემოკლებული გრაფიკი მაქვს ამ დროს და ცოტა ადრე მივდივარ რომ იქ მოვასრულებ ბაღში გავლა, ტყეში გავლა, ბავშვებთან დალაპარაკება და სადღაც ნატახტართან მირეკავს აკუბარდია. სანდალო, სადახარ. თანაც რა თქმა უნდა სარულად არ მივაჩნევარ მაღადავებს. მაგრამ მეც ამას ვიღებ როგორც ასე თქვა პალაგაემა და თავად სარდალო ვეუბნები, აბა რით გემსახუროთ. მონდი, დაუფრთხოთ ანგელოზები მიშასა. მე ვთხარი, შენ სიცხე ხო არ გაქვს, სად ყავს მიშას ანგელოზები? კაცო, ხო შენ ეკარი ამიშან, წამოდი. ეხლა მიშასთან შეკურაზე ესეთი კომპლექსი მაქვს, რომ მოატრიალე მისაქციელად ეს მაგანა წავე. ხოდა. ეს არ დავამბრალო რამენაირად. შეკურის კომპლექსი ზა? შეკურის კომპლექსი. მიშასთან შეკურის კომპლექსი. მივედი სტუდიაში ძალიან ცხელა, ძალიან და აკუბარდიას ცივი წყლით სავსე ტაშში აქვს ფეხები ჩაყოლა. ხო. ნუ ამას აჭყაპუნებს, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას, გარედან არ ჩანს. ხო და ნუ ხო არის კაცი ხასიათზე რომ არ გინდა არც არავის გადადგომა, ყველა გიყვარს არც არავის დაჭერა, მათ შორის არც მიჟას, არც გრიჩას, არც ბიზნესს და ისე მიმყავს ცოტა აკადემიურად. ხო და სარეკლამო პაუზა გამოცხადა, ცოტა მიაწექი. რეკლამა მინდა, რეკლამა. რატომღაც რადიკალური გამოსვლა და რეკლამას შემატებდა თუ რა არის, არ ვიცი და მოკლედ მაინც ვერ ამამუშაო და ვერ გამოაგრესიულა, ამ დროს სტუდიის კარი ხო ღია იყო სიცხის გამო რომ დაანიოებინა. შემოვარდა ამ დროს აკუბარდია ზაღლი გვანცა და კატალიზიკო. რაღაც ზეხვი ვერ გაიყვეს თუ რაღაც არ ვიცი. სხვა დროს მეგობრობდნენ ხოლმე. და ზეთ ჩემს მაპატიეთ ფეხებთან დაიწყეს შხუბი. და ეს ბურთყლი ამოდის და არის კნავილი და ხოდა? ერთი ორი კლანჭი მეც გამკრეს რა თქმა უნდა ხლა ხო ვერ შევიმჩინო, მაგრამ ეს შემჩნევა გამოიხატა იმით რომ მოითხოვე მიშას იმპიჩმენტი, გადაყენება და ჰაგის ტრიბუნალზე გადაცემა. გამწარებულმა. ანიენსი. ძალიან მაგარია. ანუ ეგ კატა და ზაღლი ყავს ჩვეულებრივ სტუდიაში დადიან? აღარ ვიცი, ახლა რაც მე აღარ ვარ, შეიძლება ის ზაღლებიც გაიქცნენ და კატები. შეიძლება გამოცვალეს ზაღლი და კატაც, უფრო ესეთი ფრონსკი კატა და ზაღლი მიიყვანეს. ისინი კარგები იყვნენ. მეგობრობდნენ, იშვიათად ჩხუბობდნენ, მაგრამ მაშინ მოვიდა ჩხუბი. ესე იგი, ერთხელ იყო ასეთი ამბავი, რომ ერთ-ერთმა ინვესტორმა დაიწყო არაგველების ობელისკთან ძულებზე პირდაპირ იმის მშენებლობა, ჰოტელის და კაზინოს. აი, კწანიში, გახსოვთ დიდი ამბები რა ავტეხე. ეხლა ჯერ არაგველი ვარ, მე ყველა არაგველი ვარ, ყველა ქართველი და ეხლა ამას როგორ მოითმენდი და აბა დავიწყეს აქციები და მიტინგები და ამბავი და რეკავს ტელეფონი. თან ვიცი რომ იმ ინვესტორთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. ხო. ვინც უნდა აშენოს იქ. სანდალო რა არის ქვეყანა რომ დაანგრიე. რა ხდება მე? მაგარი შეკითხვა აქვს ეს. ქვეყანას რომ ანგრიე. ხო, რა ხდება და ეგ 300 ანაგონი გაიქცა მანდ და აღმახათხან იქ მიეწია ჟინვალთან და იქ ჩახოცა მანდ კი არ არის და ნუ თან ეხლა კი ბურსული საღამო არა მაგ მე გაჩვენებ თუ როგორ აშენებ და ბოლოს ჩაერია რა თქმა უნდა უწმიდესი და ის შენებლობა არ გამოუვიდათ მაგრამ ვერც ისტორიის შეცვლა ვერ მოხერხეს. არა, ერთი შეკითხვა მაქვს, ფეხები რატო ხოდა ჩადგმული ან წნევა? ცხელოდა. არა, ცივწყალში. მეთქი წნევა მოიცის. წნევა ახლა. წნევა მას არ მოუარს. და ანუ
სიგარეტს ეწევა მართლა სტუდიაში ხომ თუ ეს მითი არის? ხო არა, მითი არა, სამწუხარო რეალობა. სამწუხარო რეალობა. იმიტომ გუშინ არ მოაწევინა ბიძინამ და ეუბნებოდა რომ ხო. პრემიერი როგორც საკუთარ თავს უფრთხილდება, ასე რომ ხალხს უფრთხილებოდა, უბედნიერეს ერიგდებოდა. კარგი. ბატონ შალვა, კიდე ერთი ესეთი ისტორია გამახსენეთ, პირველად რო იყავით ჩვენთან გადაცემაში, იყო ესეთი ისტორია, რომ დეპუტატების გადასვლა არ გადასვლის სცენა იყო რა პარლამენტში, როდესაც გამოდიოდით სიტყვით და რამდენჯერმე გადათქვით სახალხო დამცველის კანდიდატურაზე იყო. სახალხო დამცველის კანდიდატი რამდენჯერმე გადათქვით. აი მაგალითად შეგიძლიათ თუ აი მე მიმიღოთ თქვენთან პარტიაში, ლეიბორისტულ პარტიაში რომ მოვიდე. ჩემი ადგილს დაკავება გინდა? არა, ზოგადად ერთ-ერთი პატარა ლეიბორისტი ვიყავ. ხო და აი მაგალითად გადმოვიდით თქვენთან პარტიაში. თუ გავსვალოთ ადგილს. არა, გასვამდი. გადმოვიდით თქვენთან პარტიაში, როგორ დამახასიათებდით მე? აი იმპროვიზირებულად რა როგორც თქვენ კარგი ქართველი, პურის მჭამელი, არღანზე მოკეიფე. ხო, ანუ აი არღანზე მოკეიფე, ნუ შეგიძლიათ გააგზავნოთ და უცებ გიღალატეთ და გადავედი სხვაგან. გილოცავთ მილიონები შოვნას. კარგი. მოგილოცავთ, რას ვიზოთ. მაგრამ აი გადასვლებთან დაკავშირებით, მაგალითად, ბევრმა ადამიანმა დატოვა თქვენი პარტია. ეს ხო ის ჩვენ ვიცით, რამდენიმე თაობამ გაიარა თქვენს ხელში. ექსოდო მაქვს და მე რომ ნამუსი მქონდა, ზაგარი წერეთელის გამძლელი ვით უნდა მოიქცე. დიახ. ხო და როგორი ახლა ურთიერთობა როგორი გაქვთ მაგალითად გადასვლებში? ნუ არც თუ სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს მათთან. ვცდილობ არ გავიცენ. ქალბატონ ნესტაკირთაძესთან როგორ? არა, ნუ ნესტანი და მე ახლა ფაქტურად ერთად ვარ გაზრდილები, ნესტანი ორჯერ იყო ჩემთან, ორჯერ წავიდა, დარწმუნებული ვარ მესამედაც მოვიდა, მესამედაც შეიძლება წავიდა. ნესტანს ჰქონდა ბინა მთაწმინდაზე. პარლამენტის გვერდზე იქვე. მართალია საერთოდ ჭრიჭინებდა ეს ბინა, მაგრამ ასე მალე თუ გავიდოდა ფინალში მე ვერ წარმოვიდგენდი. და 98 წელია მე ვარ ბათუმში, მაშინ ასლანს და მე რაღაცა მოლაპარაკება გქონდა პერსპექტივებზე, ვერ შევთანხმდით, მაგრამ მოლაპარაკება მაინც იყო და დილის 8 საათზე გადაიხსნა კედელი ქუჩის მხარეს და ნესტანი თავისი სიმშვენიერით წარსდგა მთაწმინდელი ამომრჩევლის წინაშე. ანუ სახლი დაენგრა გოგოს და როგორ ამბავე გამოვიქეცი მაშინო ბათუმიდან იმ პერიოდში მოგეხსენებათ პრობლემა იყო თქვა შუქი ღამე ითიშებოდა ნუ ბუნებრივია ნესტანს დაემართა შოკი ფსიქოლოგიური შოკი ამ ხელამბისგან როგორ ამბავე და წაუყვანიათ საავადმყოფოში გლეჩ კომბინატი რო ქვია ვაკეში იქ დაუწვენია და ჩვენთან ფრაქციაში იყო ერთი დეპუტატი რომელიც მუშაობდა პოლიციის უფროსად თავის დროზე მარნეულის რაიონის და ესე იგი მოხსნეს რისთვის იარაღს უგზავნიდა გამსახურდეს ბუნკერში და ზღვაზე აგზავნდა პურმალს იმათან. ანუ ორივე განსდებდა კვერცხებს და დაჭერას გადარჩა. მოხსნეს, მაგრამ მე დეპუტატი გახდა, მაგრამ მისი ინტელექტი უკვე იწყებოდა და მთავრდებოდა პოლიციის უფროსობით. რაც არ უნდა მომხდარიყო, ყვებოდა იმას, როგორი მაგარი პოლიციის უფროსი იყო და მივეჩვედა ახლა ამას და ვერთობი და მივედი ლეჩკობინეთში ღამეა სინათლები გაქრა ამ დროს ქალაქში. მივყავართ კორიდორში, სადღაც გაიღო კარები, პალატა, ნესტანი წევს ამაღლებულ საწოლზე, თეთრზე, გულზე ადევს ამ პოლიციის უფროსის მიტანილი ვარდები და თავით უდგას სანტელი. და ეს უყვება როგორ იყო პოლიციის უფროსი მარნეულში. და ალბათ ნესტანს ისე არავისგან არ გახარებია როგორც მე გავუღარდი, მაშინ რო დამიხარ რომ ვისწენი ამ საპარიფიკოსების ავაცალე ვარდები ის სანტელი შორს გადავდგა და დაალი მე ბიჭო და თავისი გაშირულია. მოკლედ დავბრუნდით ეთერში ბატონ შალვა ნათელაშვილია ჩვენი სტუმარი. ბატონ შალვა გავაგზავნოთ საუბარი. ნუ სალამ ამბებზე გადავიდოდეთ, მინდა ერთი ხო განათლებული კაცი ხარ და გეცოდინებათ თქვენ. ანუ რომელია სწორი, მიჭირხნა თუ მიჯირხნა? ეს ყველას უსვამდა, ნუ ვერავინ ვერ გამცა პასუხი. მიჭირხნა თუ მიჯირყნა? ალბათ ამ კითხვაზე პასუხს თვით აკაკი შაინზე ვერ გაგცემ. ამ თემაზე მიაკითხეთ აკვარიუმში თუ რა ქვია? აკვარიუმი. ზვიგენების პატრონს. ზვიგენების პატრონს. თუ გადაურჩებით ზვიგენებს.
ხო, არა, იმიტომ რომ თქვენ თქვით რომ ადრე თქვით მაგალითად რომ მარგველაშვილზე შემოვლაწუნისავით რომ დაყავსო ბიზნესო. ეხლაც ეგრე დაყავს, წუხელაგი აქუსთან იყვნენ. ხო, მაგრამ ეხლა ეგრე მამა ოხროხინა. ეგ ადრე დაყავ. ხო, მაგრამ ეგ დაყავდა ადრე. ეხლა შენ არ გინახია მარგველაშვილი როგორ დადის ციციკორე პაპასავით ეს. ციციკორემდე ბევრი უკლე. ბატონ შალვა, ერთი შეკითხვა მაქვს ესეთი. დიდი ხანია პარლამენტში არ ყოფილხართ, ხო? საბედნიეროდ და იმიტომ გამოვიყურები კარგად. ხო და მე მაინტერესებს აი იქაური ამბები რამე თუ გახსოვთ ისეთი კიდე საინტერესო. არა, რა დამოიწყებს იქაურ ამბებს. სახში მივედი ღამე და დამხვდა ჩემი დეპუტატის მეუღლე, ჩემი პარტიიდან იყო, რა თქმა უნდა, მე იმანაც მიღელატა, მაგრამ მაინც. ხო. ჩვეულებრივი და მაცნობა რომ მისი ქალიშვილი, ძალიან კარგი ბავშვი, პოლიტიკურ მძევლად აიყვანეს და გაიტაცეს პოლიტიკური მოტივებით. დიახ. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ცოტა დაიჭვებულები ვართ პოლიტიკოსები იმდენ რაღაცა ტრელებს ჩვენ თავზე და სერიოზულად მივიღეს ამბავი. და ის რა ქვია, დაურეკეთ ჯერ პატრულს, მე ველაპარაკე და უთხარი რომ ვანოსგან ბუნდღას არ დავტოვებდი მერაბიშვილისგან. თუ იმ ბავშვს რამე არ დააბრუნებდნენ სასწრაფო და ხვალ აქციას მოვაწყობდი თავისუფლება პოლიტიკურ მძევას, ასეთი ლოზუნგით ვანოს კაბინეტის წინ სასახლეს სადაც არის, სადაც მუშაობდა და მოკლედ მაქსიმალურად დავემუქრე რაც შეიძლებოდა. მე ბელამ გამომგლიჯა ყურმილი და უთხრა ამ ქალბატონს, პატრულის ქალბატონს, რომ დილამდე თუ არ დააბრუნებთ ეგაო, ესე იგი თავარია რომ გაუპატროება არ მოასწრონო. და სასწრაფო დააბრუნებთო და იმ ქალმა 7 ხმით უპასუხა რომ ეგ ამახამ აუცილებლად მოხდება. რა თქმა უნდა ამ პასუხზე უფრო აღშფოთდით და ჩავიცვიმე და როგორც მოდაში ამ დროს მდევარი ხო უნდა ქალს. და ყოველგვარი აძღოლი გამომიძახებია ჩემი ვიღაც მეზობლის მანქანა იყო, ყოველგვარი მისამართი იცოდნენ ამ ბიჭის, ნუ ადრე ეთყობა მეგობრობდნენ და გავარდი პირდაპირ ამ ბიჭის სახში. სადაც დამხვდნენ აღშფოთებული მშობლები, გაიგო რომ ამ გოგოს თავის მანქანით გაუტაცია ეს ბიჭი. და პოლიტიკური მძევალი. ანუ ჩამივარ და პიარი. პოლიტიკური პიარი ჩამივარ. კიდე გაქვთ რამე ისეთი ამბები, საინტერესო? არა, ამბებს რა დალევს, მაგრამ არის ისეთი, რომელიც აი სულ თავში ტრიალებს. ერთხელ გამაგზავნეს ყვარლის პროკურატურაში, როცა პროკურატურაში მუშაობდა, მე შევმოწმოვინე ეკაური პროკურორის საქმიანობა. სხვადასხვა ძალიან კვალიფიციური საბიჩი იყო, მამის სახელი აღარ მახსოვს გვარი. საბა ერქვა მამის და საბიჩს ეძახდნენ, მაშინ ნიჩობით იყო მოდაში და კვალიფიციური იურისტი იყო ძალიან და ისეთი პატივსაცემი კაცი და არ ველოდი დიდ დარღვევებს და ამოუწია არაღძრული მასალები. აი აღძვრაზე რო უარს იტყვიან ხოლმე, რომ არ არის დანაშაულიო. აი კეთება ყველაზე დიდი ფული საერთოდ. ხო და ისინი ამოუწია, მომიტანეთ მეთქი უთხარ და ერთი ნორმალურად არის, მეორეც არაფერი უკანონობა არ აქვს. და ვკითხულობ ერთ-ერთ მასალას, ესე იგი, გაუპატიურება, რა მოკლედ. გოგონა საჩივარია. მერე არის ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ჩანს, რომ ამ გოგონას ტანზეც მიყენებული აქვს ფიზიკური დაზიანებები და ტანსაცმელით შესაბამისად მიგლეჯილ-მოგლეჯილია. გაუპატიურება ნუ სახეზეა, იურიდიული კვალიფიკაციით. მაგრამ საქმეზე არ არის ნომერი აღებული და აღძვრაზე ითქვა უარი. გაუშვეს ეს გამლეშოვე და მოტივი არ გაინტერესებთ. ხელწერილი, სადაც წერია. მე პეტრე პავლეზე, თქვა სიტყვაზე ღობეგლეჯიაშვილი. პირობას ვდებ ყვარლის რაიონის პროკურატურის წინაშე, რომ დღეიდან სქესობრივ კავშირს არ დავამყარებ არც ერთ ქალთან. მოტივით არის არ აქვს რომ გამოსწორდა კაცი. ნოთხარი კაცი დაგეიმპოტენტები. ერთხელ დავიწყეთ ბუნების კანონმდებლობაზე მუშაობა. მაშინ მართლაც ბუნების დაცვა რეალურად ხდებოდა, ეს ხეთყე არ იჭრებოდა, რუსეთიდან შემოდიოდა მზახე მასალა, ტყეც წესრიგში იყო, საზოგადოებას, პარკების, ბაღების და ნუ მაინც ხდებოდა რაღაცა დარღვევები ზოგიერთებს არ შეეძლოს ჩახოხბილის გარეშე და შვილისწვალდების გარეშე პურიშამა, მაშინაც იყვნენ ამათი წინაპრები, ისინი მაშინ ცეკაში იჯდნენ, ახლა ესენი აქაურ ცეკაში შედან. ხო და დავიწყეთ ბუნების კანონმდებლობის შემოწმება და გამოაცხადეს მთელ საქართველოში, რომ რაც კი დარღვევები იცით, ვინმე არღვევს კანონმდებლობას, მოგვაწოდეთ ინფორმაციები და ნუ ჩვენ რეაგირებას გავაკეთებთ და წამოვიდა უამრავი საჩივრები.
ის ზოგი მეზობელზე წერდა რომ ახე მოჭრა უბილეთოთ, ზოგი თქვათ იქ უკანონო მონადირეებზე, უკანონო მემწყერებზე, მეთევზებზე, ნუ მთელი ამბავი. ზოგი აფეთქებდა თქვათ იმ ბომბს იმ წყალში რო თევზები დაიჭირა და ნუ იქ პროკურორებს ვავალებდა, ისინი რეაგირებას აკეთებენ და იმდენი საჩივარი იყო რომ ბოლოს შტამპოვკა გავაკეთე. ტიპიური მიმართვა რომ აღარ მომდომოდა ყოველ იმაზე დაწერა და პროკურორს გავალებთ სასწრაფოდ აღმოფხრათ კანონის დარღვევის შედეგები და გვაცნობოთ 10 დღის ვადაში. ხო და იღება კაბინეტის კარი და შემოდის ხარაგაულის პროკურორი ზაალი ჩერქეზიშვილი, ძალიან საყვარელი ადამიანი, წესიერი კაცი, დარცხვენილი, ოდნავ გაღიმებული და ხელში უკავია დიდი ჩემოდანი. ვიფიქრე რა არის ამ ჩემოდანში, რა უნდა ყოფილიყო. რა არის, მე ვთხარი, ზაალ. აკო დათვის ტყავია. რა უნდა დათვის ტყავს? თურმე იმ საჩივარში ეწერა, რომ დათვი შემომესია და ნეტლ სიმინდს ჭამსო. დათვი. და მე რო გადაუგზავნე ეს დავალები, მათ მოუკლავთ ეს დათვი, გაუთხოვებდა და მტკიცება ჭომით არის. კანონის დარღვევა აკვეთა. დათვის ტყავი მოგა. რა გავატანე უკან იმ დათვის დახვასაშებას. ბატონ შალვა, თქვენ ხშირად აკრიტიკებთ ხოლმე მაგალითად ბიძინას ივანიშვილის შენაძენ რაღაცა ნივთებს, მაგალითად სურათებს, რომელზეც ამბობთ რომ ამდენი მილიონს ატო ხარჯავს სურათების ყიდვა. რაც უყვარს სურათების სახში ძვირფას სურათები. როგორ შეაფასებთ ამას რატო ანუ როგორ უყურებთ ზოგადად ამ მიმართულება, ამ მიმდინარეობას სურათებს? უყურებ ძალიან ისე მართლა გროტესკულად. ერთი მეგობარი მყავს, სხვათა შორის ბავშვობის მეგობარია, მილიონერი გახდა, მაგრამ ისევ მე დამყავს რესტორნებში, როცა ესე იყო მიჩოული, ბედი არა მაქვს რა ამ ფულში. ხო, ისე ყველა ფული შეულოს, შენ რატო შეულოს? ხო, ნუ ახლა ბედი უნდა და შნო ყველაფერს. აი ეს კინო როა, შნო ჰქონდა და იმიტომ რომ გადმოხდა ეს კაცი და დაიმკვირა. ხო. ხო და წამიყვანა თავისთან სახში რემონტი დაუმთავრებია, რაღაცა რომაული რემონტი ხმევია, რაღაც მარმარილოები უნდა იყოს, მაგიდაც კი და ბოლოს მაჩვენა თავის ოთახში, სადაც ასე ვთქვათ მუშაობს და კაბინეტია სალვადორ დალის სურათი აყიდი. მითხრა რომ 2 მილიონი გადავიხადე ამაშიო. რა ვთქვა ბიჭო, ჩემთვის მოგეცა ის 2 მილიონი არჩევნებსაც მოვიგებდი და ხანდახან მე თვითონ გავიყურებოდი ამ კედელზე. ეხლა ამ სურათზე ხატია ბოლტი და გაიკა. და თურმე ქალია, ის უნდა წარმოიდგინო ქალი, ვინტის და იმის დანახავს. ხო და ვეთყობ ეს არის ძალიან მაღალი ინტელექტის სფერო, მე არ მესმის ეგეთი ნახატები, ისევე როგორც არ შემიძლია გავიგო, რატო უნდა გადაეხადა ბატონ ბიძინას 165 მილიონი დოლარი პიკასოს ორსახიან დორაში. რომლის ნახვა შეიძლება ღამე დამთავრდეს აუცილებლად ნერვული შოკით. ხო, როგორც ეს კაი ნერვებია. გასაგებია, ბატონ შალვა, კიდე მე ერთი რაღაც მინდა, ნუ ხშირად ამბობთ, რომ ერთადერთი მთავარი კონკურენტები ვინც არიან ჩემი და ვისაც დაუჯდები დებატებში, ესენი არიან მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ანუ ვისაც პირდაპირ ვერ მოიტყუო დღემდე. ვერ მოიტყვეთ და მე მინდა მოგცეთ ამის საშუალება. თუ იქნებით მზად რომ დაუჯდეთ დებატებში, ოღონდ ჩვენ მოვიფიქრეთ ესეთიო დებატები ლექსებით. თქვენ თუ ჩაერთვებით. აი წუხალ ცუდი სიზმარი უნახე და რაზე ამიხდა. დებატები ლექსებით ჩვენ გვაქვს თქვენზეც, ანუ თქვენი სათქმელი ლექსები დაწერ, რო არ ეს ექსპრომტად რო არ გაფიქროთ. ძალიან კარგი ლექსებია, ანუ წინასწარ გეთქვათ მე თვითონ დავწერდი ამ. ანუ ნუ შაირებს და მაინც მიყვარს ცოტა იმპროვიზირებული ამბავი, შეგვიძლია პირდაპირ შეგახვედრო და დავიწყოთ აი ესეთი ფორმის დებატები რა. მობრძანდით თუ შეიძლება. აი შენგვარი, ესეთი ვეწავალი. შენ წახვედი, შენ წახვედი. ვერ გავაგე. შევარ ჯერდი ხო? ეხლა ფეხზე რო წამოუდგე იტყვენ ალიანსში არიანო, რაი რა ვქნა. აკო მიხარ ბატონო შალვა, ეს აზრში მეგობრებო თქვენ აკო მიხარ კაცო. როგორ ზანდები წამოდი გითხრათ. როგორ არიან პინგვინები? დასუსტებულ ხარ ხო? თქვენს ხელში დავსუსტე. დაჭ. დაბზადი. დაჭ. აბა გისმენთ. ბატონო მე მინდა მოგესალმოთ პირველ რიგში. მაგრამ მე მინდა თქვა ყველას გასაგონად რომ ვანო ვიცოდი რომ მაგარი იყო. მთელმა ევროპა მაგარია რომ ვანო არის მაგარი იუგორში. მაგრამ მთელი მსოფლიო არის გაუგნებული რაც შალვას აქვს იუგორი, ასე რომ შალვა არის არ მაგარი. ეს სხვა პლანეტად არის ძალიან განსხვავებული.
ძალიან განსხვავებით. არ მიწურებ, მაგრამ სიცრუეს ცხოვრობ შენ სიცრუეში. შენ დღე დამოსწრება სიცრუეს ცხოვრობ შენ. ეხლა რესტურანსაც ხარ მოსული დაიწყო. დავიწყოთ ხო ბატონო ბიზნესი თქვენ დაიწყეთ გააგზელებს. ბატონი მიშა და დაამთავრეთ ბატონი შალვა. ჩემი ლექს ამაღებული მაქვს მე თვითონ. 9 საბოცე. წელი ქვეყანას ჭამდი. არ დადავი აბაზი. შენ ხარ ტაკი მასხარა? ეს კი შენი ჯამაზე. აი ორივე ჯამაზები ხარ. ორივე ჯამაზები ხარ ახლა? ნახე არის თვა, ნახე. მე მიკვირს რომ ეცილებად, მაგრამ რა არის. ბატონი მიშა გააგზელებს. ოლიმპოზე წამომჯდარ ხარ, ვითომ მართლა ზევსი ხარ. აკვარიუმში როზე ხარ, კაცი ხარ თუ თევზი ხარ? გააკეთე ხო საზოგადოებას, აგერას. ბედნიერი მომავალი ხალხში დააპიარეთ, თქვენ რომ ჩემთან მართლები ხართ, მაგ სიმართლით იარეთ. ეს არ შეიძლება თამაშა, ასე არ შეიძლება. აი ნახე, ნახე მე მოგიგეთ მაღაზია ხარ, ნახე როგორ მოგიგოთ შეხედე მე ჩემი ბული თმა მაქვს. ჩაიკითხე, ჩაიკითხა, აი შეხედე. გაიძება პენსიები და დაიკლებს დენის ფასი. როცა მოვა სათავეში ჩემ პლასტერლის კაცი. ფრავდი კაცი იქნება. ჩვენ გვაქვს. მაშინ გვეშველება. მაგის მზაობა გვაქვს ჩვენ. მზაობა. გეტყობათ. ჩემ დაჭერას რომ აპირებ და სხვა აზრი არ გაქვს თავში. არჩევნები როგორ რჩება? სადამ მკითხავ ფლორიდაში? ფლორიდაში არის, ჭორილაში დაგიხავ, ჭორილაში. სტებით მარგველაში სუსტის თუ რომელიმე ის ისე გვწავთ. მე თუ გიყვნიდი აქამდე მარგველაშვილი მიგძერწავთ. ასე მიგძერწავ და მიგძერწერები რაო, ნახე, მიგძერწერა. ნახე, არითმა გაშუს იქნება, ნახე. არავის ბავშვი გავახსენე როგორ ვაღარი თვა. ქალაქები შედებოდა და ქვეყანა დედემს გავდა. ყველაფერი გააჩერეთ მესელიას ენის გარდა. წლების განმავლობაში ფოც შალომაც იცის ძალიან კარგად. ფოც ტანჯავდა კოგო, ეხლა ტანჯავს ეკა მესელი. ქვეყნის ფიქრი, ქვეყნის დარდი არ მასვენებს ერთი წამით, მარგველაშვილს დაატარებს შემოულაწუნესა. მაგარი კაცი ვარ, საკერგეთი კაკალია მარგველაშვილი ძალიან თავისებური კაცია, მაგარია. ხალხს რომ უჭირს შენ გაკითხო სოლოლაკის დიდ ვილაში. ფულის ხარჯვა თუ არ გსურდა, შედარიყავი ჭორვილაში. რიტორიკაში თვალი აი ეს არის თავი. რიტორიკაში თვალი გოგია. ჭორვილი საცალფეხო ბილიკი არ არის საქართველოს. ეს ბედა იცით ასე რომ რიტორიკაში იცვალე და ხარ. და ბატონი შალვა ამთავრებ თქვენ ძალიან ბოლოს ესეთი აი გრანდიოზული. მნიშვნელოვანი. იპასუხე, სად გუგუნებს შენი 100 ქარხანა? მოვიშორეთ ალხანა და ავირჩიეთ ჩალხანა. დააღარი მოვიდა, მაჯობა ბიჭო, ვანს გაჯობა კაცო იმოში. მაინც გაჯობა, თავისებური მოვიდა. დამელოდი შენ, დამელოდი მაჩე. აი ეს კინკლაუბი. ხანდრო გააყოლე შენ. ეს კინკლაუბი რა ვქნა? ჩვენც დავიღალეთ ხალხი, ბავშვს ახასიათებს ეგ. რა ვქნა ეს კინკლაუბი? გაიზრდებიან, დაბრძენდებიან. მოკლედ ბატონ შალვა, მინდა წარმატებები გისურვოთ, ზეგ არჩევნებია. შეგიძლიათ ერთი წუთით გააქვთ და მაყურებელს მიმართოთ ყველა კანდიდატი ვინც ყოლე, ყველას მიოცით ამის საშუალება და თქვენც რომ რა შეიძლება გააკეთონ კვირას. ადამიანებმა შეგიძლიათ მიმართოთ მაყურებელს თქო. ეს სერიოზულად თქო ბოლოს. ადამიანებმა თვითონ იციან რა უნდა გააკეთონ. მე შემიძლია ჩემს ლამაზ ხალხს თუ მომეცემ ამის საშუალება ის ღიმილი დაუბრუნო, რომელიც მათ ასე საოცრად უხდება. საოცრად უხდება. წარმატებებს მინდა გისურვოთ. შალვა ნათელაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა ბატონ შალვა, იცოცხლე. ჯერპასო მეგობრებო, დღეს პიამით გემშვიდობებით, როგორც ისიც ორ დღეში არჩევნებია და იქით კვირას ვიქნები ან ბაქრაძესავით თბილი, ან ნათელაშვილივით მეამბოხე, ან მარგველაშვილივით ელასტიური, ან რუსეთივით ცივი და შეუბრალებელი. ნახოთ.